Qolas bonduri salami მეგობრებო თქვენთან არის ფეთქებათი დინამიტი და კაპიტან ჯეოფიტმენი. ზუსტად 3 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენ გადავიღეთ როგორ გადავჭეთ 0-თეთრად თბილისში და დღეს უნდა გავიმეოროთ იგივე ჩელენჯი ოღონდ ბათუმში. პროტეინი Help. დღეს გვექნება საინტერესო სპორტული ჩელენჯები, აქტივობები, რითიც შევძლებთ რომ თავი გავიტანოთ მთელი დღის განმავლობაში. 3 წელია არ უნახია ხალხს YouTube-ზე ჩვენი დუო, დაუბრუნდით და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, რომ შემოგთავაზოთ მეტი საინტერესო ჩელენჯები და ვიდეოები. თუ მოგენატრთ ჩვენი დუო, მაშინ გლიჯეთ ლაიქს და დავაშვით. Let's go. მოკლედ ბონდო დღეს მე და შენ გვაქვს ბიუჯეტი მოსაგროვებელი, რადგან როგორც მაყურებელმა იცის 0 თეთრი გვაქვს. თავარი არ გავიმეოროთ პირველი ჩელენჯის აქტივობები, დღეს ახალი რამე მოვიფიქროთ, ერთი დავალება იქნება ჩემი, ერთი დავალება შენი. კაი, პირველი დავალების რომ მოვიდა, რა მოიფიქრე, რითი შეიძლება რომ ფული ვიშოვოთ. ახლა უნდა გავიდეთ ბულვარში, ჩავთო მუსიკა, მიკროფონში ვიმღერო და გავაკეთოთ ფული. წავედით, მაგრამ მე რო სიმღერა არ ვიცი. შენ თუ არ იცი სიმღერა, მე ვიმღერებ, შენ დაიჭირე ბანერი და ხალხი მოიწვია, მიიზიდე რომ ჩაგვიტანო ფული. მე ფულს გამოვართვევ, შენ შეასრულე სიმღერა. კი ბატონო, და ვინც ფულს არ ჩაყენს, ხო ის რა უნდა უქნო. კი, გონი ვიცი. დავაშვით. პროტეინი ქიმია ჯადოსნური ფხნილია ერთხელ დალევ დაიკუნთები ორჯერ დალევ იმპოტენტი გაჭირე იქნებ რაღაცა გაამართლე. პროტეინი ქიმია ჯადოსნური ფხნილია A few moments later. რა ვქნა ძმაო, რაღაცა ეს შენი სიმღერა ვერ გშველის. კარგი, ახლა არ ვიმღერებ და უბრალოდ ვიმათხოვრებ რა. ფული მოგვესიო დავიწყებ. გთხოვთ დაგვეხმაროთ პროტეინისთვის, იმიტომ რომ კუნთები ჩამეფუშა. როგორ? YouTube-ერი. კი. უნდა პროტეინისთვის ვაგროვეთ ფულს და ხო არ გაქვს? 20 თეთრი. ჰა? 20 თეთრი. 20 თეთრი ძმა. 20 თეთრი აა ორი და არის? მოგვეცი კაცო რა პრობლემა. როგორ? მოდი შეგეჯიბრები გინდა, ჩემზე მეც თუ დაწერ, შენ მოიგებ 2 ლარს და თუ მე დავწერე შენზე მე მოვიგებ. გაწყობს? მეტი არ მაქვს. დავაი, გაწყობს? კაი, წამოდი. აჰა, ძმაო. მე ვიშოვი ახლა მაგ ფულს, რა ჩვენ ვერ იშოვი. რამე სპორტით ხარ დაკავებული? რა ვიცი, ძივიდო. ძიდოისტი. აჰა, მე ძიუდოისტი ვიყავი ძმაო. ასე რომ დავაი დავწყო. კარგად ურტყამ? არც ერთი არ ურტყამ, კარგად ძიუდოისტი ვიყავი. მაქსიმუმ მოხსნილი. რა ვიცი, 900-მდე. აი, მე ბონდო და გონი ვალებში გადავარ. მინუსებში ჩავარდები და მინუსებში წავალ, ახლა ვერაფერს. კაი, დავიწყო, ჩაგდია. აბა. ვაიმე, წავაგე. 2850 დამერხა მეგობრები, წავაგე. სამწუხაროდ ვერ გაიმარჯვე. დამარცხდი ძმაო და ახლა 100 კულა დაგაგდა, ხო? 100 კულა. 100 სულ რაღაც 100 კულა ყოჩა, ამ ძალიან მაგარი შედეგია სპორტის. ძმაო, ტანითაც ხა პატარაა შე. სუბუქის ხარ და მაგრად ურტყავ. მაგრამ თამაშია ძმაო და უნდა ჩაბარდეს. შევამ 1 ლარი. აი 1 ლარი. ჩვენი პირველი გამომუშავება ლაშას ხალხს. საკუთარ სასტუმროს ხსნი. ჩვენ კი გადავდივართ მეორე ჩელენჯზე. დაახლოებით საათნახევარი მაინც გავიდა, რაც გამოსულები ვარ და მხოლოდ ლარი გვაქვს ძმაო და შენმა სიმღერამ რაღაც ვერ გაამართლა. მე რა მიხვდი, რას მიხვდი? სიმღერაში არა საქმე, ისეთი ადგილია რომ აქ ვერ მოვიშოვეთ ფულს. და მოდი ლოკაციას ცოტა შევცვალოთ, უფრო ხალხმრავალ ადგილზე გავიდეთ და ნახევ 10 ლარსაც თუ არ გავუვაგეთ. წამოდი და ნახე. გამომარჯოს. აჰა, ძმაო. არ გინდა ჩელენჯში მიიღო მონაწილეობა? ა? ტურნირი არის? კი. ტურნირი აზიდები როგორ? შეეჯიბრე ჯეოფი. ვინ რამდენს გააკეთებს რა? და 1 ლარზე. დავაი? კაი. всё, დავიდა. მოდი შენჯო. მე. მიდი, დაიწყება. ტურნიკზე კაი. 1 2 3 4 ბოლომდე ჩამოიწე. აი მას. 4-ია, 5. დავიდა. 6. დავიდა. 7. კაი. შენ დაღლილი ხარ და მაგიტო ალბათ. 7. 7 სახელი გავაკეთე. არის 7 თუ არა ჯერ? დარჩა? 10 დავითვალე და. არა, ენერგია რო არ დავხარჯო, შეიძლება კიდე მოგვიწევს. აი რაშიც ძმაო გამერგელი ის უნდა აკეთო კაცო სიმღერა რო არიცი ნუ მღერი ხარ რა მოდი. ფული ძმა 1 ლარი. აჰა. აკია? სერგი.
სერგი, დიდხანს ვარ შოპ? სამი თვე რაღაც. შენ ახლა დაღლილი იყავი, გეტყობ და მაგითო 7-ზე მეთორე შენ უეჭველი 15-ს გააკეთები ალბათ. 2 ლარი გვაქვს მეგობრებო. შენი სახელი ზმა? კახ. ისე იგი ჩვენ ვიღებთ ასეთ გადაცემას, როგორ გადავჭეთ ბათუმში 0 თეთრად, ანუ მუშაობთ რა. რაც შეგვიძლია იმით. ახლა ვიმღერე, ვერაფერი ვერ გამიმუშავე. ტურნირზე ზეღანა. მოვიგე 1 ლარი და 1 ლარი კიდე გვინდა და ახლა ოღონდ 2 ძელზე ასიდვით. შეგეჯიბრება ჩემი მეგობარი ლაშა. 2 ძელზე გამარჯვების შემთხვევაში შენ იგებ ლარს. ხო. თუ წააგე მე ვიგებ. რამდენი გაქვს რეკორდი ეგ მითხარი ხა. მაქსიმუმი რამდენია 2 ძელში? არ ვაკეთებ ხოლმე 2 ძელს სიმართლე. მაშინ გაგვიმართლა. არა, ჩვენთვის კაია უბენით. რა პრობლემა აქვს? დავიდა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 15 დავნეს მის. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ეს საქართველოს ხო იგებთ რა? აბა მეგობარო, ნახე 1 ლარიანი? მოკლედ ჩვენ ბიუჯეტს 2 ლარი მოუტანე უკვე ძმაო რა. შენ. კი. 1 ლარი. შენ 1 ლარი უნდა გააქტიურდე უფრო, თორე ძალიან დავიღალე. ლაშა მაგედის ტენისის თამაში თუ იცი? ვიცი ძმაო. ხوار სადოთ ბედი მაგეთ. წამო, აქვე სულე თამაში. გავამარჯოს, ქართველები ხართ? კი, ქართველები. გავამარჯოს. მოკლედ ჩელენჯს ვიღებთ, დღეს უნდა გადავრჩეთ 0 თეთრად ბათუმში, ანუ მუშაობთ რა. ხო და ესეთი იდეა მოგვივიდა, ჩემი მეგობარი თამაშობს ტენის, მაგიდის ტენის თუ იცით. 10 ლარზე რო გეთამაშოთ. ანუ თქვენ თუ წააგებთ, 10 ლარს გიხდით. ჩვენ თუ წავაგეთ, ჩვენ გიხდით 10 ლარს. რატომაც არა? მართლა? რატომაც არა? შენი თამაშობ თუ შენ? რომელი ეს? ვითამაშები. შენი თამაში. всё. დავეშვით. მოკლედ დღეს მე და შენ უნდა ვითამაშოთ ახლა პინგ-პონგი ჩვეულებრივი წესებით 11-მდე და გამარჯვებულმა წაგებულს უნდა გადაუხადოს 10 ლარი. რა სიტყვი ამ ჩელენჯზე ძმაო? გაწვდები? რა თქმა უნდა გავწევთ. ხო და დავიწყეთ. Let's go. ეს ჩელენჯი არ უნდა წავაგო მეგობრებო 10 ლარი არ უნდა წავაგო. 1-0. ერთი. ორით ერთი. სამით ერთი ჩაგივარდა. შენია. A few moments later. ვაიმე, ბონდო. 10-9. გადამწყვეტი ქულა, ბონდო. მადლობა ძმაო. ინასთან ნათქვამი. ვაუ. მადლობა ძმაო. ბოდიშიო წაგართვით 10 ლარი, თუმცა სახალისო ჩელენჯი გამოვიდა. მადლობა თქვენს ასევე. მადლობა დიდ. გაიხარე. აბა წავედით შემდეგ ჩელენჯზე. შენი არ ვიცი, მე მაგრამ მომშივდა მთელი დღეა. რავი რა აღარ ვქენით და. ლაშა 13 ლარი გვაქვს. შეგვიძლია ამ 13 ლარად ვიყიდოთ საჭმელი და შემდეგ უკვე გადავიდეთ ისეთი საჭმელი რომ ორივეს გვეყოს. ორივეს გვეყოს. კი. გაქვს რამე იდეა? მოდი მაგაში შენ გენდობი, იმიტომ რომ შენ ხარ ყველაზე. მე უფრო გამოცდილება მაქვს. ბაზარში ახლა ვერ გავალ. მაღაზიაში წავიდეთ და რამე ვიყიდოთ იქა რა. ნუ იდეები მაქვს. თავარი დასარჩენი იქნება, თორე ესე იგი ჯერ პროდუქტი და შემდეგ დასარჩენი ადგილი. დავიშვით. წავედით. მოვედით მეგობრებო, ახლა უნდა შევიდეთ მაღაზიაში და ვნახოთ რას ვიყიდით 13 ლარად. იმედია, რამე ნორმალური მოგვივა. იმედია. წავედით. აი მეგობრებო, 13 ლარად რამდენი რაღაცა მოგვივიდა. თუ გაინტერესებთ რა არის შეგნით, წავედით და გაჩვენეთ. ჩვენ ვიყიდეთ 2 ცალი ანაკომის სუპი, დოშირაკი. ჩემი სხვათა შორის ძველი მეგობარი, რომელსაც ჭამდი ამერიკაში, როცა გაჭირვება იყო. მართლა? ავიღეთ 2 აირანი. ანუ ეს იდეა იყო, სალმონის იდეა იყო ლაშასი. სხვათა შორის ახლა რაც ვიყიდეთ, ყველაფერი შევიძინეთ აქციაში, გარდა პურისა. შავი პური. შავი პური, რუხი პური რა. ახლა ეს ყველაფერი უნდა წავიღოთ. უნდა ვიშოვოთ დასარჩენი ადგილი, იმედია ისეთ ადგილს ვიშოვი, სადაც ცხელი წყალი ექნებათ. მოსაღამოვდა თან. ანუ ცხელი წყალი გვინდა რომ ეს მოვამზადო. თან მოსაღამოვდა და მოდი ქუჩაში არ დავჭეთ დღეს. კი რა, სადღაც რომელია 7 საათი. მოკლედ მეგობრებო, დასარჩენი ადგილი ვერცად ვერ ვიპოვეთ, აი ბუნგალოვში მივედით, ბარებში მივედით, მაგრამ არცად არ მოხდეს იმის უფლება რომ გაგვეთენებია ღამე. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ დავრჩეთ პლაჟზე. ხო და აქ არის ერთი ბარი, გთხოვეთ რომ ცხელი წყალი აგვიდუღონ. ახლა ცხელი წყალი მოვა.
გავიმზადეთ საჭმელს, ჭამთ და დავიძინებთ აი აქ. ამაზე კი სრულდება დღევანდელი სიუჟეტი, მეგობრებო. თუ გსურთ რომ გადავიღოთ მეორე ნაწილი, როგორ გადავთით თებში დინამეთთან ერთად, მოდით დავაგროვოთ სულ რაღაც 5000 YouTube-ური ლაიკი.